შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ომი განაახლეს. უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. არგენტინამ ინგლისი საოცარ დრამატულ ნახევარ ფინალში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს. მოკლედ ეს არის პოლიტიკის ეკო და სანამ გასული კვირის მთავარ მოვლენებზე ვისაუბრებთ და გავაანალიზებთ, ხოთ რომ გამოგვიწეროთ, დაგვიკომენტაროთ და ამით დაუჭიროთ მხარი ჩვენი პლატფორმის განვითარებას. შეერთებულმა შტატებმა განაახლა იერიშები ირანის მიმართულებით, როგორც ვამბობთ, მზავი საკმაოდ მყიფი აღმოჩნდა. როგორც ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, მრავალსაათიანი ოპერაციის სამიზნეები იყო ირანის სამხრეთ სანაპიროს სამხედრო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ბუშერი, ჯაბაჰარი, ჯანსკი, კანარაკი და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. საპასუხოდ, როგორც ირანის გუშაქთა არმია ავრცელებს ინფორმაციას, დაიბომბა შეერთებული შტატების სამხედრო ინფრასტრუქტურა მისი მოკავშირეების ტერიტორიებზე, განსაკუთრებით საუბარია სპარსეთის ყურის ქვეყნებზე და იორდანიაზე. მოკლედ, როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, მთელ ამ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ირანს, რადგანაც მათ დაარღვიეს შეთანხმება, ხოლო ირანი თავის მხრივ აცხადებს, რომ ის აღარ აპირებს რაიმე ფორმით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, რადგანაც ყველა ესეთი მოლაპარაკება დასრულდა იმით, რომ შტატები უმალვე არღვევს შეთანხმებას და გადმოდის იერიშზე, პირველი ესეთი ყველაზე მძაფრი რაც იყო, ეს იყო, როდესაც მათი სულიერი ლიდერი იქნა ლიკვიდირებული. რაშიც ბუნებრივია რთული არ დაეთანხმო ირანს, რადგანაც როდესაც ჩვენ ხშირად გვინახია, როცა ტრამპი აცხადებს, რომ აი ჩვენ მივახციეთ შეთანხმებას და დღევანდელი ირანი აღარ არის და მეორე დღეს უკვე იწყება სამხედრო ოპერაცია. სხვათა შორის ამგვარ შენიშვნას და ამგვარ წუხილს გამოთქვამს ასევე ლავროვი, რომელიც საუბრობს, რომ ალიასკის შეხვედრის სულისკვეთება უკვე აღარ არის აქტუალური, რადგანაც რუსეთში მიიჩნევენ, რომ ალიასკაში დადებული შეთანხმება იყო მხოლოდ დროის მოგების მიზნით და ამ პერიოდში უკრაინა მოახერხა გადაიარაღება და თანამედროვე ომისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნა, განსაკუთრებით კი საუბარია უპილოტო დრონებზე, რომლის წყალობითაც უკრაინა საკმაოდ ეფექტური იერიშებს ახორციელებს საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე. რომ დაუბრუნდეთ ირანს, ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია და ბლოკირებულია, რაც რა თქმა უნდა, როგორც წარსულმა გვაჩვენა, გამოიწვევს იმას, რომ ნავთობის ფასი კვლავ გაიზრდება და დაეტყობა არა მხოლოდ იმ ყურის ქვეყნების ეკონომიკას არსებული მდგომარეობა, არამედ მთელ მსოფლიოს და ჩვენ საქართველოშიც კი ვიწვნიეთ აი ამ მზარდი ნავთობის ფასიდან გამომდინარე ფასთა ცვლილება. შესაბამისად, სპარსეთის ყურის ქვეყნები ფიქრობენ, რომ ახალი ალტერნატიული მარშრუტების შემუშავებაზე, რომელმაც უნდა შეამციროს ჰორმუზის სრუტეზე დამოკიდებულება. მოგეხსენებათ, რომ ჰორმუზის სრუტეში დღეს გადის მსოფლიო ნავთობის 20%, რაც საკმაოდ დიდი ეკონომიკური ბერკეტია ამ შემთხვევაში ირანისათვის, რომ ზეწოლა მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკაზე და ამით ზეწოლა მოახდინოს შეერთებულ შტატებზე. თუმცა ბუნებრივია აი ამ გეოპოლიტიკურ თამაში ზიანდებიან სხვა ქვეყნები და ზოგადად ეს ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების მოშლამ საერთოდ შეცვალა ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური თამაშის წესები და ბუნებრივია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ფიქრობენ ალტერნატიული მარშრუტების შემუშავებაზე. ერთ-ერთი ასეთი პროექტი შეგვიძლია მივიჩნიოთ არაბთა გაერთიანებული საამიროს პროექტი, რომელიც 50% აი ამ ახალი მილსადენისა უკვე დასრულებულია და 2027 წელს იგეგმება მისი ექსპლუატაციაში შესვლა, რაც ორჯერ გაზრდის ამ სახმელეთო მარშრუტზე დღესდღეობით გატარებულ ნავთობის მოცულობას. ასევე საინტერესოა ის, რომ საუდის არაბეთი ფიქრობს დასავლეთ აღმოსავლეთ დამაკავშირებელი მილსადენის 9 მილიონ ბარელამდე დღიურ მოცულობაზეა საუბარი გაზრდას. გეგმება სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის არის ერაყის მილსადენზე საუბარი და ასე შემდეგ. საერთო ჯამში სპარსეთის ყურის ქვეყნების მცდელობა ის, რომ მოახდინონ დივერსიფიკაცია და შეამცირონ, როგორც ამბობენ, 50%-მდე ჰორმუზის სრუტეზე დამოკიდებულება, არა მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკურ ბაზარზე ცვლის მოცემულობას, არამედ გარკვეულწილად ამ ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესებშია. ერთი რამ ფაქტია, რომ წინა საზავო ხელშეკრულება, რომელიც ირანს უფრო ანიჭებდა გარკვეულწილად ომის მოგების იმიჯს, არაწყობდა რა თქმა უნდა შეერთებულ შტატებს და ისედაც მათთვის ირანის დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში მიუღებელია ამ დიდ გეოპოლიტიკაში და შესაბამისად მარტივი წარმოსადგენია ის, რომ შეერთებული შტატები
აი ამ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო პარტიას თავს არ დაანებებს და პერმანენტულად ეცდება მისთვის სასარგებლო მოდელის შექმნა ახლო აღმოსავლეთში. თუ ეს გადაიზრდება თუ არა, კიდევ უფრო მეტ ფართომასშტაბიან ომში ეს კაცი შვილმა არ იცის. მაგალითად, ბევრი საუბარია იმაზე შეიყვანს თუ არა დაიწყებს თუ არა შეერთებული შტატები სახმელეთო ოპერაციას. რა თქმა უნდა, მომხრეები ამბობენ, რომ მის გარეშე შეუძლებელია რეჟიმის სრულება, ხოლო მოწინააღმდეგე ამბობენ, რომ ეს შეიძლება დიდი გეოპოლიტიკურ კატასტროფად დაუჯდეთ შტატებს. ფაქტია, რომ რეგიონში ომები იწვევს ახალი სატრანზიტო მარშრუტების შემუშავების მცდელობას, რათა შენარჩუნებული იყოს სავაჭრო სივრცეები და სავაჭრო სივრცეების მიღება შენარჩუნებული იყოს ისეთი პოლიტიკური სივრცე, სადაც დიალოგი და მედიაცია არის შესაძლებელი. ამ მხრივ უკვე საკმაოდ გააქტიურდა, ესე რომ ვთქვათ, საქართველოს და ცენტრალურ აზიას შორის ურთიერთობა. ჩვენ წინა კვირებში ვიხილეთ საქართველოს ყაზახეთის, საქართველოს უზბეკეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულებები. ამ კვირაში საქართველოს ეწვია თურქმენეთის პრეზიდენტი. ეს არ არის, რა თქმა უნდა, გამოწვეული, მხოლოდ იმის გარო და უშუალოდ ქართული ოცნება ცდილობს, რომ დასავლური იზოლაციის მიღმა რეგიონში მონახოს მოკავშირეები და მხოლოდ ეს პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდეს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ აქტუალურია ამ ომების ეპოქაში ამ ალტერნატიული სატრანზიტო მონაკვეთების ძიება და საქართველოს და ცენტრალური აზია არის აი ამ დიდ ევრაზიულ მატერიკზე ერთ-ერთი მშვიდობიანი მონაკვეთი, რომლის გამოყენება შედის ბევრი საერთაშორისო რეგიონალური აქტორის ინტერესებში. და რა თქმა უნდა, უპირველესად საქართველოს ინტერესებში. ამიტომაც მთელი ეს ენერგია ალბათ ჩვენში უნდა დაიხარჯოს იმ კვლევაზე და ანალიზზე, რომელიც აი ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში ჩვენთვის სასარგებლო პროექტების ძიებაზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება უკრაინას, როგორც მოგახსენეთ და ნახავთ კიდევაც, რომ თელს უკრაინაში არის აქციები, დემონსტრაციები უკრაინის ყველა დიდ ქალაქებში. და როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ეს აქციები უკავშირდება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფედოროვის თანამდებობიდან გადაყენებას და უკრაინელები აპროტესტებენ ამ ფაქტს. ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება მათ შემდეგ მიიღო, რაც შეხვდა სამხედრო შტაბს და ოფიციალური ვერსია ამბობს იმას, რომ გადაყენება დაკავებული თანამდებობიდან უკავშირდება თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის ხელმძღვანელის ოლექსანდრ სირსკის შორის არსებულ კონფლიქტს, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ რეფორმები, რომელსაც ატარებდა თავდაცვის სამინისტრო, არ შეესაბამებოდა უკრაინის საბრძოლო პრაგმატულ მიზნებს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანა ომშია, ამგვარი ცვლილებები არ აისახება პოზიტიურად. გარდა ამისა, არ არის კარგი, როდესაც თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბს შორის არის კონფლიქტი, თუმცა მან აშკარად დაუჭირა მხარი გენშტაბს აი ამ კონფლიქტში და ფაქტია გადააყენა თავდაცვის მინისტრი. გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანია, მან აღნიშნა, რომ ის სამარცხვინო კადრები, რაც ვრცელდება მთელ სოფლიოში და ასახავს უკრაინაში მობილიზაციის პროცესს, როდესაც სამხედროები სასტიკად უსწორდებიან ადგილობრივებს და ცდილობენ ძალის გამოყენებით, ესე იგი, მოახდინონ ადამიანური რესურსის მობილიზება და გაგზავნონ ფრონტის ხაზზე. ეს ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ადგილობრივებთან დამოკიდებულებაში, არამედ საერთაშორისო მედიაში და პრაქტიკულად აი ამ სამარცხვინო მობილიზაციის პროცესში პროცესზე პასუხისმგებელი პირად მან და ესე იგი ფიოდოროვი დანიშნა და ამაში დაადანაშაულა, რომ პრობლემა მოსაგვარებელია და იმ რეფორმაზე, სადაც მიხაილო საუბრობს, რომ ის იყო რეფორმატორი თავდაცვის მინისტრი და მას მართლაც ჩაატარა გარკვეული ტიპის რეფორმები ამ უწყებაში. ზელენსკისთვის შეიძლება სახუმაროს კი აღმოჩნდეს, რადგან ის ფიქრობს, რომ თუ 24 სექტემბერს რუსეთი გამოაცხადებს მობილიზაციას, ამ შემთხვევაში ფრონტის ხაზზე უკრაინა აღმოჩნდება ადამიანური რესურსის მხრივ დეფიციტურ მდგომარეობაში და ამას შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, ამიტომ ამ სახუმარო რეფორმებისთვის მას არცალია და ეხლა მნიშვნელოვანია მობილიზაცია წაიმართოს ეფექტურად კონფლიქტების გარეშე და უკრაინამ შეძლოს ამ ადამიანური რესურსის მობილიზება. ფიოდოროვმა ჩაატარა ბრიფინგი, სადაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი ეფექტური იყო ის მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, რომ მას არანაირი პირადი წინააღმდეგობა არ აქვს ზელენსკისთან, როგორ მნიშვნელოვანია, რომ
მისნაირი კადრი იყოფებოდეს ამ თანამდებობაზე და სინერგიით მოხდეს გენშტაბისა და თავდაცვის სამინისტროს მოქმედება და ასე შემდეგ. თუმცა ზელენსკის როგორც აი ბოლო ცნობები გავრცელდა, ჯერჯერობით არაპირებს უკან დახევას, იმან ისაუბრა რომ ფეოდოროვი დაბრუნდება ამ საერთო გუნდში, თუმცა არა თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე, რადგან ამ შემთხვევაში განიხილება თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე იგორ კლიმენკო, რომელიც 2023 წლიდან იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის თანამდებობას და ფეოდოროვს სხვა პოზიციას შესთავაზებენ და ამით თითქოს შეეცადა რომ ეს მუხტი, რომელიც საპროტესტო აქციაზეა, ზელენსკის დაეგდო. კითხვა არის კიდე შემდეგი, რატომ გამოიწვია, თუ ამხელა რეიტინგი აქვს ფეოდოროვს უკრაინაში, ესეთი მასშტაბური აქციების დაორგანიზება სხვადასხვა ქალაქებში. საინტერესო აქ არის ერთი რაღაცა, რომ მიხაილო ითვლება დასავლეთში სანდო ტიპად და მთელი ეს იმიჯური პროცესი მისი რეფორმატორობისა, სწორედ მეტნაკლებად დასავლეთის მიერადაც არის შექმნილი. ჩვენ თუ გავიხსენებთ, თუ რაზე გაიმართა უკანასკნელ პერიოდში უკრაინაში აქციები, ერთ საინტერესო პარალელი შეგვიძლია გავავლოთ. თუ გახსოვთ ის, რომ როდესაც ზელენსკი აპირებდა ანტიკორუფციულ ბიუროს გაუქმებას და დაიწყო კიდევაც ამის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მაშინათვე მთელ უკრაინაში მოიდო აქციები და ხალხი ითხოვდა ამ ბიუროს შენარჩუნებას. თვითონ ეს ბიურო არის პირდაპირ მნიშვნელობით დასავლეთის მიერ მართული უწყება, რამაც არაერთი მნიშვნელოვანი სკანდალი გამოიწვია უკრაინაში, მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ზელენსკის უახლოესი გარემოცვის ერმაკისა და ბინდიჩის საქმეები და ამ საქმეებს ახლა ამ გადაცემაში არ განვიხილავ, ყველა შეგიძლიათ ნახოთ დაძებნოთ, ვინც არიცით უბრალოდ და სწორედ რომ აი ამ უწყების ბიუროს გაუქმებას მოყვა აქციები აი ამ ომში, სადაც აი უამრავი მიზეზი შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ უკრაინაში, რის გამოც შეიძლება მოხდეს აქცია, თუმცა ეს ომის ქვეშ მყოფ სახელმწიფოში ამდენად ადეკვატური მიზეზი შეიძლება იყოს, არ ვიცით. ფაქტია ის, რომ ანალიტიკოსები და მკვლევარები, რომლებიც არ მიყვებიან ხოლმე ამ ლიბერალურ დოქტრინას, აურავდნენ იმას, რომ ეს აქცია დაორგანიზებული იყო დასავლეთის მიერ. ითაც დასავლეთმა ანახა ზელენსკის, რომ არ უნდა შეეხოს იმას, რაც მათთვის საერთოდ მნიშვნელოვანია, ანუ გააკონტროლონ დახმარება და ის ფულები, რომელიც იგზავნება უკრაინის ფრონტზე. და თუ დღევანდელ მოვლენებს წარსულის გამოცდილებას ან დავაპარალელებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასავლეთი კიდევ ერთხელ ანიშნებს ზელენსკის, რომ არ უნდა შეეხოს იმას, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. თქვენ კი შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ ნებისმიერი კონსპირაციული თეორია, რომელიც შესაძლებელია აი ამ კონფლიქტის უკან იდგეს და ერთად ვიმჯელოთ, რამდენად ლოგიკურია ის. ამ კვირაში საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო აფრიკის კონტინენტმა და თქვენ კარგად გემახსოვრებათ ესეთი ოდიოზური ფიგურა, როგორც იყო ევგენი პრიგოჟინი. ეს არის ის პრიგოჟინი, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერს, რომელსაც არაერთი ცოდვა მიუძღვის უკრაინის ფრონტზე და თუ ვინმე, ესე იგი, მაქსიმალური ეფექტურობით გამოირჩეოდა რომელიმე სამხედრო დანაყოფი უკრაინაში, როგორც ამბობენ, ეს იყო ვაგნერის დანაყოფი, თუმცა მას მოუვიდა შინაგანი კონფლიქტი რუსეთის სამხედრო თავდაცვით უმაღლეს ესე იგი ელიტის წევრებთან და დაძრა სამხედრო შეიარაღება მოსკოვის წინააღმდეგ. ეს კადრები კარგად გახსოვთ, თქვენ ასევე გახსოვთ ის ეიფორია, რომელიც შეიქმნა მაშინდელ სოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში, აქ ხალხმა ლექსებიც კი მიუძღვნა, თავდადება ბრძოლაჟინი, წით მიიწევს პრიგოჟინი და ესეთი რაღაცები იწერებოდა. მოკლედ, თუმცა მე როგორ დაასრულა ამ კაცმა სიცოცხლე, ეგეც კარგად იცით, რომ უბედური შემთხვევის შედეგად ევგენი პრიგოჟინი საერთოდ გაქრა არა მხოლოდ პოლიტიკური რუკიდან, არამედ სივრციდან. 2023 წლის შემდეგ, როდესაც პრიგოჟინი გარდაიცვალა, რუსეთმა დაიწყო ვაგნერის ფორმირების გაუქმება და მისი საჯარისო ნაწილების შეერთება მის ცენტრალურ არმიასთან და იგივე ბედი ეწია იმ აფრიკის კონტინენტში განლაგებულ ვაგნერის ქვედანაყოფსაც, შეიქმნა ეგრეთ წოდებული აფრიკის კორპუსი და დაიწყო ამ ვაგნერის ყოფილი მეომრების, ესე იგი ამ აფრიკის კორპუსში გაერთიანება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ევგენი პრიგოჟინის ვაჟმა, პაվել პრიგოჟინმა ჩამოაყალიბა საკმაოდ ესე იგი რთული და ეფექტური ახალი ფორმირება, იგივე ეს ვაგნერის რეინკარნაცია, ესე რომ ვთქვათ, და 500 კაციან რასთან ერთად დაიპატრონა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას. როგორც ამბობენ, მას შექმნა საკმაოდ ძლიერი ტრანსნაციონალური კრიმინალურ სამხედრო ეკონომიკური ქსელი, ბაზირებული ცენტრალურ აფრიკაში, თუმცა ის ესე იგი აკონტროლებს საკმაოდ დიდ
ტერიტორიას მთელს აფრიკაში და ცდილობს გავლენა მოახდინოს როგორც ადგილობრივ პოლიტიკაზე, მათ შორის ადგილობრივ ეკონომიკაზე. კერძოდ ის ფლობს გარკვეული ტიპის ბუნებრივ რესურსებს, მაგალითად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დასიმას ოქროს საბადოს და ასე შემდეგ. ამ ოქროს საბადოზე კი იწერება, რომ ასეულობით მილიონს შოულობს ვაგნერი მისი ექსპლუატაციით. თუმცა საინტერესო არის ის, რომ არის თუ არა პაվել პრიგოჟინი ჩართული რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან, რადგანაც ასეთი, პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ვაგნერი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო დაჯგუფება და ყველაზე დიდი ესე იგი ეკონომიკურად ძლიერი ორგანიზაცია, კრიმინალურ სამხედრო ორგანიზაცია აფრიკაში, შესაბამისად, მრავალი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების სამიზნეც მართალია რომ პრიგოჟინს აქვს გამოცდილება, მამის გამოცდილება, თუმცა ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, რომ ამხელა ტიპის, ასე იგი, ძალას არ კონდეს რაიმე კავშირი რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებთან და რუსეთს ნამდვილად აქვს აი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, იგივე ყოფილი კაკებეშნიკების მიერ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციულ კრიმინალთან თანამშრომლობის გამოცდილება და შესაძლოა მომავალში თუ უკვე არ დამდგარა ეს ეტაპი უფრო უმცროსი პრიგოჟინის ცხოვრებაში, მომავალში შესაძლოა დადგეს კიდევაც ახალი ვაგნერი აფრიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა და ეს იპყრობს მრავალი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურების ინტერესებს. დაუბრუნდეთ სოფლიო ჩემპიონატ, ჩვენ ვიხილეთ საოცრად დრამატული ნახევარფინალები. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება რა თქმა უნდა მიიპყრო არგენტინა ინგლისის დაპირისპირება, სადაც 1-0-ის შემდგომ არგენტინამ შეძლო თავისი თავდადებით, კლასით, ბრძოლით, ჟინით შემოეტრიალებინა მატჩი და ყველამ ვიხილეთ გახარებული, ატირებული ფეხბურთის ლეგენდა მესი და მოკლედ ზღვა ოვაციები, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც დღეს გავრცელდა მედიაში, არგენტინულმა ფეხბურთელებმა მატჩის შემდგომ გამოფინეს გულშემატკივრების ბანერი, სადაც ეწერა რომ მალვინის კუნძულები ეს არის არგენტინა. დაახლოებით ჩვენ გვაქვს ხო ამის გამოცდილება, ხო? რომ სამაჩაბლო და აფხაზეთის საქართველოს, როდესაც სტადიონებზე ამ ბანერით მოდიან ხოლმე ჩვენი გულშემატკივრები, ეს ბანერი გარკვეულ პოლიტიკურ სიგნალს შეიცავს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოიხსენებათ, რომ მალვინის კუნძულები ეს არის იგივე ფოლკლენდის კუნძულები და შედის ინგლისის შემადგენლობაში და აი ამ მატჩის პოლიტიკური მხარე გახლდათ და ზოგადად ეს არგენტინულ ინგლისის დაპირისპირებას ფოლკლენდის კუნძულების ისტორია გასდევს ხოლმე ლაიტმოტივად ისტორიის მანძილზე. დიდი ალბათობაა იმისი, რომ არგენტინის ნაკრები დააჯარიმოს FIFA-მ, რადგან ამის პრეცედენტი გახდა 2014 წელს სოფლიო ჩემპიონატზე ზუსტად იგივენაირად მოიქცა მაშინ არგენტინის ნაკრები და მაშინ დაახლოებით 30,000 ფრანკი დაეკისრა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას, თუმცა ეს ნაკლებად ადარდებთ არგენტინელებს, რადგან ეს არის საქვეყნო, სახალხო იმიჯი და ისეთი გუნდი და სახალხო გუნდი როგორც არგენტინა შეუძლებელია ამ სახალხო მესიჯის გარეშე წარსულიყო მსოფლიო ჩემპიონატზე, მით უმეტეს ინგლისთან დაპირისპირების დროს. და საერთოდ რა არის ეს ფოლკლენდის კუნძულები, იგივე მალვინის კუნძულები, რა ისტორია უდგას მას წინ ამაზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. თავად ფოლკლენდის კუნძულები მდებარეობს სამხრეთ ამერიკიდან 500 კილომეტრის საზღვარზე, შედგება ორი მთავარი კუნძულისგან და 700-მდე მცირე კუნძულისგან, ეს არის ერთიანი არქიპელაგი, რომელსაც 1833 წლიდან უწყვეტად ფლობს დიდი ბრიტანეთი. პირველად 1690 წელს ინგლისელმა მეზღვაურმა კაპიტანმა ჯონ სტროკმა გაიარა ამ ორი დიდი კუნძულის ქვეშ არსებულ სრუტეზე და მისი მფარველის ფოლკლენდის ვიკონტის პატივსაცემად უწოდა მას ეს სახელი, აქედან გამომდინარე შემორჩა უკვე ამ ბრიტანულ მეხსიერებაში ეს სახელი და მთელ არქიპელაგს უწოდეს ფოლკლენდის კუნძულები. რაც შეეხება მეორე სახელწოდებას, რომელსაც არგენტინელები იყენებენ მალვინის კუნძულებს, ეს მოდის ფრანგული კოლონიალიზმის ეპოქიდან, პირველი კოლონია მასწავლეთ ფრანგებმა დააარსეს, შემდეგ უკვე ეს კოლონია ფრანგებმა გადასცეს ესპანელებს და აი ფრანგები და ესპანელები უწოდებდნენ მას მალვინის კუნძულებს და შესაბამისად არგენტინელებიც დღემდე უწოდებენ მას მალვინის კუნძულებს. როგორც უკვე ვახსენეთ, ფრანგებმა გადასცეს კუნძული ესპანელებს და 1770 წელს ესპანელებმა კუნძულიდან
ბრიტანელები გაყარეს. თუმცა 1 წლის შემდეგ მოხდა მათ შორის შეთანხმება და ბრიტანელები დაბრუნდნენ. ამ პერიოდში უკვე იწყება ომი ამერიკაში დამოუკიდებლობისათვის, რის გამოც ბრიტანეთს მოუწია ფოკლენდში ბაზირებული ბრიტანული საჯარისო ნაწილების გადასროლა, თუმცა მან დატოვა იქ რაღაცნაირად დაფა და აღნიშნა, რომ კუნძული კვლავ ბრიტანეთის სუვერენიტეტის ქვეშ არის. მას შემდეგ უკვე რაც არგენტინამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ესპანეთისგან, 1820 წელს აღმართა იქ უკვე არგენტინული დროშა და არგენტინის ხელისუფლება მალვინის კუნძულები შეიყვანა ოფიციალურ ადმინისტრაციულ ერთეულად არგენტინის სახელმწიფოსი. 1833 წელს დაბრუნდნენ ბრიტანელები, დაამარცხეს არგენტინელები, გაყარეს იქიდან არგენტინის ადმინისტრაცია და როგორც უკვე ვთქვი, მას შემდეგ ისინი დღემდე უწყვეტად ფლობენ ფოლკლენდის კუნძულებს. არგენტინის ისტორიაში ეს ასახულია როგორც ოკუპაციად. კონსტიტუციაში ასახულია, რომ ფოლკლენდი, იგივე მალვინის კუნძულები არის არგენტინის ნაწილი. მას მერე ორ სახელმწიფოს შორის არსებობს მტრობა ამ ტერიტორიაზე. 60-იან წლებში გაერო მიიღო კიდევაც რეზოლუცია ნომერი 2065, სადაც ორივე მხარის ინტერესები გარკვეულწილად ლეგიტიმურად არის აღიარებული და მოუწოდებს მხარეებს, რომ მათ შორის შედგეს გარკვეული ტიპის შეთანხმება. 1970 წელს იყო მცდელობა ამისა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. 1992 წელს არგენტინის სამხედრო ხუნტამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია მალვინის კუნძულების მიმართულებით. მათ დაიკავეს კუნძულები, თუმცა იმჟამინდელმა ბრიტანეთის პრემიერმა მარგარიტა ტეტჩერი მოუწოდა საზღვაო ძალებს, რომ მოეხდინათ კუნძულების დეოკუპაცია. 74 დღე გაგრძელდა მათ შორის ომი, რის შედეგადაც 650 არგენტინელი ჯარისკაცი შეეწირა ამ ბრძოლას. დაახლოებით 250 იყო ბრიტანელი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე. საბოლოო ჯამში არგენტინის ხელისუფლება დანებდა 74 დღიანი ომის შემდგომ და ამას მოყვა ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში ტეტჩერმა თავისი იმიჯი საკმაოდ გაიუმჯობესა და პირიქით ხუნტას დაცემის დასაწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ ფოლკლენდის ომი. ეს 74 დღიანი ომი მალვინის კუნძულებისათვის ინგლისი არგენტინის დაპირისპირების საკმაოდ ემოციური ნაწილია, რომელიც ემოციაც საფეხბურთო მოედანზე არაერთხელ გადმოსულა. მაგალითად 86 წლის სოფლიო ჩემპიონატზე მარადონას ღმერთის ხელით გატანილი გოლი, მე უკვე გოლის შედევრი ამ დაპირისპირებას ეს ომი კიდევ უფრო დრამატულად წარმოაჩენს. საინტერესოა ის, რომ 2013 წელს ინგლისმა ჩაატარა ფოლკლენდში რეფერენდუმი, სადაც 98.9% აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობისას, ეს არის 3,700 კაცამდეა, გადაწყვიტა ის, რომ მას სურდა ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა. ამაზე არგენტინას თავის პასუხი აქვს, მას შემდეგ რაც განხორციელდა ოკუპაცია, ამიტომაც რეფერენდუმი არ ასახავს ობიექტურ რეალობას, რადგან ეს არის კოლონიზაციის ხანგრძლივი პერიოდის შედეგი. ასეა თუ ისეა ეს ომი და ზოგადად მალვინის კუნძულები, იგივე ფოლკლენდის კუნძულები ამ ორი სახელმწიფოს დაპირისპირების საგანი არის კვლავაც და კვლავაც აქტუალურია. დღეს ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინგლისელების პოზიცია, რომ მართალია მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი არ არის, თუმცა ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია. კი ბატონო, მეგობრებო, ფოლკლენდის კუნძულები ამჟამად თქვენია, მაგრამ ფინალში არის არგენტინა და ეს საფეხბურთო მოყვარულთათვის საერთოდ სხვა სცენარია. კი ბატონო, წინ არის ფინალი. წინ არის დაპირისპირება, რომელიც გარკვეულწილად თავისი დრამატიზმი გააჩნია. საუბარი მაქვს მესი იამალის დაპირისპირებაზე. მე გისურვებ თქვენ, რომ ფეხბურთის მოყვარულებს, მათ შორის ჩემ თავს ვუსურვებ, რომ ესეთი სანახაობრივი ფინალი გვენახოს და ესეთი დიდი ადამიანის ღირსეული გაცილება, როგორიც არის ლიონელ მესი. მადლობა ყურადღებისათვის.